ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიდეო, სადაც გასწავლით, როგორ გავაჩეროთ არტერიული სისხლდენა ისეთ გადაუდებელ შემთხვევებში, სადაც სამედიცინო პერსონალი ადგილზე არ არის. ამ მულაჟზე ხედავთ ახლა არტერიული სისხლდენის სიმულაციას და სწორედ ესეთი პულსირებადი ნაკადი ახასიათებს მას და ამ შემთხვევაში ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი არის, რომ ეს პულსირებადი ნაკადი რამენაირად შევაჩეროთ. აი აქ ზემოთ კი ხედავთ ტურნიკეტს, რომელიც ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტურია და ამ ტურნიკეტის მოჭერით, როგორც ხედავთ, ჩერდება ეს სისხლდენა და ამისთვის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, როგორ შეგვიძლია დავადოთ ჩვენ ეს ტურნიკეტი. ამ ტურნიკეტის დადებისას პირველ რიგში კიდურზე კომპრიმირდებიან ვენური სისხლძარღვები, ამ შემთხვევაში ლურჯით აღნიშნული, მაგრამ არტერიული სისხლდენისას გვჭირდება ჩვენ რომ არტერიების კომპრესია გამოვიწვიოთ, რასაც საკმაოდ დიდი წინაღობის შექმნა სჭირდება და ამ ტურნიკეტის საკმაოდ მჭიდროდ დადება. უმნიშვნელოვანესია გავითვალისწინოთ, რომ ტურნიკეტის დადება არ უნდა მოხდეს სასახსრე მიდამოში და უნდა მოხდეს ამ ჭრილობიდან პროქსიმალურად, ანუ ახლოს უფრო სხეულთან და რაც თავარია, უნდა დავიმახსოვროთ ან ჩავინიშნოთ ის დრო, როდესაც დავადეთ ტურნიკეტი, რათა შემდგომ უკვე კვალიფიციურ დამხმარეს გქონდეს წარმოდგენა, რამდენი ხნის განმავლობაშია არის უკვე კომპრიმირებული მაგალითად არტერიული სისხლმომარაგება. მაგრამ რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ ტურნიკეტი ახლოს არ მოგვეპოვება, აი ამ შემთხვევაში ნებისმიერი ქსოვილით შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავამზადოთ ტურნიკეტი, თავარია რომ ორ კვანძს შორის მოთავსებული იყოს მსგავსი ნივთი, რომლითაც შევძლებთ შემდგომ ამ კვანძის უშუალოდ უფრო და უფრო მჭიდროდ დახვევას და უფრო მეტი წინაღობის შექმნას, რომ გამოვიწვიოთ კომპრიმირება არტერიული სისხლძარღვების.